მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ სიახლეებით გიბრუნდებით აი ამ კურდღელმა, რომელმაც წინა ორი თვის უკან დამიყარა ბაჭიები და დაჭამა. ისევ დაყარა ბაჭიები, ბუნტყლები გაიცვინა და შიგნით აყავს ბაჭიები. რა თქმა უნდა, ხეს არ ვკიდებ, არც ვნახულობ, იმიტომ რომ ზოგმა რას დააბრალა, ზოგმა რას და ამიტომ თავი შევიკავებ. ითი ორი კვირა მაინც არ ვნახავ ბაჭიებს. ეხლა ვიტამინებსაც დავალევინებ. თუ რამე ვიტამინები აკლია და მაგიტო ჭამს, დღესვე დავალებიებ ვიტამინებს და ნახავ რა შედეგს დამიდებს ეგ ვიტამინები. რამდენი ეყოლება ბაჭია არ ვიცი. შეგემთხევა გადავწიე ბუნტყლები ფუსფუსობდნენ. ამის ბაჭიები ჯერ არ გამიზდია არც ერთი და იმედია ეხლა მაინც ყინვები ნაღდათ აღარაა. ყინვებს დავაბრალოთ და შოქში იყოს კურდღელი და ნახოთ რა იქნება და როგორ იქნება. და ასევე ერთი კრუხიც დავსვი, ისევ წამოხტა და იმას დევას აღარ დავუწყებ ერთი ქათამი დამიკრუხდა, ეთქობა შემდეგ დაჯდება კვერცხებზე და აღარ ადგება. რა ვიცი, გამოზაფხული ესე დავიწყე ჩემო ძვირფასებო. კურდღელმა დამიყარა, ქათამი მიკრუხდება და ესე შემდეგ. ყველას გისურვებთ კარგ გამოზაფხულს და შემდეგ გავაგრძელებ სიონზე თევზაობით ჩემო ძვირფასებო ხრამუზე და შამაიაზე. ვინ ჩემი გამომწერები ხართ, არ მოგაკლებთ ვიდეოებს და ვინც პირველად ნახავს და პირველად დაინახავთ ჩემ ვიდეოებს, გამოიწერეთ არხი, მით უმეტეს მოთევზავეები ვინც ხართ, რომ პირველი შედეგებს სადღაც ერთ კვირაში უკვე წავალ. ტემპერატურები ადის ზემოთ, წვიმებაც მოიმატა და სიონიც მოიმატებს და მომატებულ სიონზე უფრო კარგი იქნება თევზაობა ღურია წყალში ხრამურზე და მერე შამაიაზე. და კარგი დღე გქონეთ. მადლობთ. გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ, არ დაგავიწყდეთ.